მოსმენის და რომელზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ყოველ შემთხვევაში ჩემი მოსაზრებების მოსმენის შესაძლებლობა საზოგადოებას აქვს მხოლოდ მეორე არხის საშუალებით, ვინაიდან სხვა ტელევიზიები პრაქტიკულად კი არა ჩემთვის დახურულია. კიდევ ერთი დასტური ამისა არის ის ინფორმაცია, რომელიც ეხლა გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის თანახმად პრესის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და ჩვენ ბრჭყალებში საპატიო მეასე ადგილზე გადავინაცვლით. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ თქვენგანს ეს ნამდვილად არ ახარებს და ყველა თქვენგანს უნდა რომ ჟურნალისტიკა, პრესა, მედია ნამდვილად თავისუფალი იყოს საქართველოში და ეს ერთ-ერთი ის მიმართულებაა, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ. სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვფიქრობ, თქვენი შეკითხვები ალბათ მრავლად იქნება, თუმცა მე თქვენის ნებართვით დავიწყებდი ჩვენი გუშინდელი ბათუმში შეკრებით. ბათუმში გუშინ ჩატარდა სახალხო კრების პირველი რეგიონული გასვლა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ინტერესი იყო ძალიან დიდი და ადგილობრივი მოსახლეობაც, ადგილობრივი ჟურნალისტებიც გამოთქვამდნენ განცვიფრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თეატრი იყო სავსე სახალხო კრების იდეის მხარდამჭერებით და ამბობდნენ, რომ მათთვის ეს იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ შიშის სინდრომი იმდენად ძლიერია ბათუმში, ისინი არ ელოდნენ, რომ ამდენი ადამიანი აჭარის რეგიონიდან არ შეუშინდებოდა რეალურად თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ სახალხო კრების ბათუმის რეგიონალური შეკრების დროს, რომ სახალხო კრების წარმომადგენლებს ძალიან სწორად ესმით ის პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს და სრულად ემთხვევა ჩვენი ხედვა რეგიონში არსებული პრობლემებისა იმ ადამიანების ხედვას, ვინც ამ რეგიონებს წარმოადგენენ და მათ წუხილს და კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ ჩვენ მართლაც დრო სულ უფრო და უფრო ცოტა გრჩება. ბათუმის მაგალითზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რაც მე არაერთხელ მithქვამს, რომ სააკაშვილს საქართველო უნდა მისი გარემოცვისთვის და უცხოელი ტურისტებისათვის და პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის ადგილი ან საერთოდ არ რჩება საქართველოს ხვალინდელ დღეში, ან თუ რჩება მხოლოდ მოსამსახურე ერის სტატუსის მქონე შემთხვევაში. რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მე გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა საქართველო არის სტუმართმოყვარე ქვეყანა, ჩვენ ძალიან გვინდა რომ ქვეყანაში ტურიზმი განვითარდეს, ჩვენ ძალიან გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი უცხოელი ჩამოვიდეს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე. ბათუმში ძალიან ათლად კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები არის აბსოლუტურად უგულებელყოფილი. მიწა პრაქტიკულად არ არის ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებაში. ყველას შეუძლია პრაქტიკულად მიწა მიისაკუთროს ან რაიმე ობიექტის პრივატიზება მოახდინოს გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა და რეალურად ადგილობრივი მოსახლეობა არის მეორე ხარისხოვან კატეგორიად ჩათვლილი. ის რაც ხდება ბათუმის უნივერსიტეტში, ის რაც ხდება, ვთქვათ, იგივე კულტურულ სფეროში აჭარისა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც იქნება კარგი და მიმზიდველი და ლამაზი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრე ადამიანებისათვის და ჩამოსული სტუმრებისათვის, ისიც არა ყველგან, მაგრამ ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის იქნება რეალურად ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ დამეთანხმებით ერთეული ადამიანებია, რომელსაც შეუძლია დაისვენოს და შვებულება გაატაროს, გნებავთ ბათუმის შერატონში, გნებავთ ნებისმიერ სხვა სასტუმროში და არაფერი იმისთვის არ კეთდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. როდესაც ჩვენ ვნახეთ ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას უცხოურ საწარმოში საათში უხდიან 60 თეთრს, აქ უკვე მე მგონი ლაპარაკი ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, ან რეალური სამუშაო ადგილების შექმნაზე, ან ეკონომიკურად ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია. აღარაფერს არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ბათუმში ძალიან ათლად ჩანს ჩვენ რა ტიპის ქვეყანას ვაშენებთ. როდესაც ჩვენ ვიღებთ მემე დაბაშიძის ძეგლს, რომელიც ნამდვილად დიდი ქართველი მამულიშვილი იყო და საქართველოს ერთიანობისათვის და აჭარის დედასამშობლოში ინტეგრაციისათვის ნამდვილად ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის ძეგლი გადაგვაქვს ისე, რომ საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას ადგილობრივი მოსახლეობის აზრს და ზოგადად ამით ხელყოფთ ილია ჭავჭავაძის მართლაც
უზარმაზარ ავტორიტეტს და როდესაც პარალელურად ჩვენ ვაშენებთ და 2,700,000 ვიხდით რაღაცა უცნაურ ძეგლში, რომელიც ვერავინ ვერ ამიხსნის რა იდეის, რა სულიერების მატარებელია, როცა ორი კიდე კაი რომ განსხვავებული სქესის ფიგურებია, მაინც ამასაც თავისი პლუსი აქვს ალბათ. რაღაცა მოძრაობებში მაინცა და მაინც ასე ვთქვათ უცნაურ და ვფიქრობ რომ არც თუ მაინცა და მაინც თუნდაც ხელოვნების თვალსაზრისით საინტერესო ძეგლს არ წარმოადგენს, ჩვენ ამით ძალიან ათლად ვაჩვენებთ რა ტიპის ქვეყანას ვაშენებთ. ეხლა აღარაფერს აღარ ვიტყვი იმაზე, რომ გუშინ სახალხო კრების იმდენად შეეშინდა ჩვენს პატივცემულ პრეზიდენტს, რომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფოდ მთელი მთავრობის ჩამოსულიყო ბათუმში, რამე არ გამოპაროდათ შემთხვევით. ჩვენ ძალიან სასაცილო კადრების სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო კადრების მოწმენი გავხდით. მე ამის წინ ვთქვი სხვათა შორის, როდესაც უცნაური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რომ მეტი რაღა უნდა ქნას მეთქი ამ კაცმა, შიშველი ხო არ ირბენს მეთქი მაინცა და მაინც. ესეც გააკეთა. ესე იგი, მე აღარ ვიცი სიმართლე გითხრა კიდე რა უნდა გააკეთოს ჩვენმა პრეზიდენტმა, რომ ადეკვატური რეაგირება ქონდეს საზოგადოებას. მე გეკითხებით, აი ყველანი საქართველოს მოქალაქეები ხართ. 6 თვეა ბათუმში სეზონი? ვის ვატყუებთ? ხალხო, ხო არ შეიძლება ესე მთელი მსოფლიოს, მთელი საქართველოს გასაგონად ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდეს და ესე იტყუებოდეს. ეს ხო, ხა ამინდინ რასაც ვერ დააბრალებს სააკაშვილს, ნამდვილად ვერ დააბრალებ იმას, რომ რატომ მართლა არ არის 6 თვე სეზონი თქო, ხო, ბათუმში. მაგრამ არ არის, ეგეთი კლიმატური პირობებია საქართველოში. არ არის ბათუმში 6 თვე საცურაო სეზონი. ვის ვატყუებთ? და ტყუილს მოკლე ფეხი რო აქვს, როდის შეიძლება გაიგოს ბოლოს და ბოლოს სააკაშვილმა? რომელი დედაენის ძეგლზე მელაპარაკებით? ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაფერი ქართული ჩაკლან საქართველოში. ადამიანებმა, რომლებმაც შეამცირეს, მე მინდა ამას თქვენ მიაქციოთ ყურადღება, შეამცირეს ქართული ენის, მშობლიური ენის სწავლების საათები ქართულ სკოლაში. მე სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე ეს ინფორმაცია, მაშინ როდესაც ჩვენი ერთ-ერთი თანაპარტიელი შოკირებული მოვიდა მშობელთა კრებიდან, როდესაც ნახა ეს რეალობა, რომ მშობლიური ენის სწავლების საათები ჩვენ სკოლაში არის შემცირებული. მე ნამდვილად ვერავინ ვერ დამწამებს, რომ ან ინგლისური ენის სწავლის წინააღმდეგი ვარ, ან გერმანულის, ან ფრანგულის, ან რუსულის, ან ნებისმიერი სხვა ენის, იმიტომ რომ ნამდვილად ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ რაც მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უფრო მდიდარია ის. და მით უმეტეს საქართველოს სინამდვილეში, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი ენა იცოდნენ. მაგრამ როდესაც პირველი კლასიდან შემოგაქვს კომპიუტერული სწავლება, შემოგაქვს ინგლისური ენის სწავლება, თან ძალიან საეჭვო რეპუტაციის მასწავლებლებით, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, დიპლომის მატარებლებიც კი ხშირად არ არიან და უმაღლესი განათლებაც კი არ აქვთ. და ამ ფონზე ამცირებ მშობლიური ენის სწავლების საათებს, ეს არის დანაშაული საკუთარი ერის წინააღმდეგ. ამავდროულად შემიძლია გითხრათ მეორე პირდაპირი დანაშაული სახელმწიფოს წინაშე, როდესაც როგორც აღმოჩნდა ბიუჯეტიდან გაქრა თანხა და ნოლია მითითებული ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების პროგრამის ნაწილში. ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ ხელს უშლის ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში და ამით რეალურ მომავალ პრობლემებს უდებს სათავეს. ანუ ერთის მხრივ 2,5 მილიონი სრულიად გაუგებარ ძეგლში და მეორეს მხრივ ნოლი ბიუჯეტში ეროვნული უმცირესობის ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისათვის. და ეს ყველაფერი ძალიან გავს სააკაშვილის სტილს, როდესაც ერთის მხრივ ძეგლს ანგრევ და ვითომ ანტისტალინისტი ხარ და სინამდვილეში საქართველოში საბჭოთა რეჟიმს ამყარებ და მე პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე. დღეს საქართველო არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თავისი მედია კონტროლის გამო, თავისი პოლიტიზირებული პოლიციის გამო, თუმცა საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის სახელს არ ყვიროდა ხოლმე პოლიცია, ნამდვილად შემიძლია გითხრათ. განსხვავებით მიშას პოლიციელებისაგან, რომლებიც მიტინგებს რომ არბევენ, მიშას ყვირიან. თავისი დატერორებული ბიზნესით, შეშინებული ადამიანებით, მოსმენებით, თვალთვალით და ასე შემდეგ. და ანალოგიური, როდესაც ვითომ ერთის მხრივ იდგმება დედაენის ძეგლი და სინამდვილეში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა აქცენტი გააკეთონ არა ჩვენი ქვეყნის ენაზე, არა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე და წარსულზე, არა ჩვენი ქვეყნის მომავალზე,
არამედ მთლიანად იყვნენ ან მომსახურების სფეროში მუშაობაზე, ან ორიენტირებულნი იყვნენ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ ქვეყნიდან და იშოვონ საზღვარგარეთ შესაბამისი სამსახური. აი ეს არის ის პრობლემები, რომელიც კიდევ ერთხელ გუშინ ძალიან ნათლად გამოჩნდა. მე მინდა გითხრათ, რომ გუშინდელ შეკრებაზე ბათუმში სახალხო კრების მოსამზადებელ შეკრებაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ყველა რაიონის წარმომადგენლები და იყვნენ გურიის ასევე სამივე რაიონის წარმომადგენლები და საბოლოო გადაწყვეტილებით უკვე ამ ადამიანებს დაურიგდათ სპეციალური ანკეტები, რომითაც ისინი უკვე დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას სახალხო კრების მხარდამჭერთა გვარებისა და სახელების იმ ადამიანების, რომლებიც მათ მანდატს აძლევს და ეს მუშაობა გაგრძელდება აბსოლუტურად ყველგან. ერთი რამეც მინდა გითხრათ, რომ გუშინ პრაქტიკულად ჩვენს მოსახლეობას არ მიეცა შესაძლებლობა აჭარაში ჩატარებული ეს კრება ენახა, იმიტომ რომ ძალიან მცირე სიუჟეტი გავიდა მხოლოდ რამდენადაც მე ვიცი 8 საათზე პირველ არხზე, ხოლო რუსთავიორმა, იმედმა და პირველი არხის სხვა საათის გამოშვებებმა არ დაგვდეს პატივი, რომ სახალხო კრების შესახებ ეს ინფორმაცია ენახა მოსახლეობას. მე სპეციალურად ვნახე ახლა სიუჟეტები, გუშინ მაგისთვის ნამდვილად არ მეცალა, თქვენთან ვიდრე წამოვიდოდი პრეზიდენტის ცურვის და არ ამგონია, რომ ამ ცურვის დიდხანს ჩვენება ბევრად უფრო საინტერესო იყოს მოსახლეობისათვის, ვიდრე სახალხო კრების შეკრება ბათუმში, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, უფრო და უფრო მეტად რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალიან სერიოზულად მუშაობს უკვე მისივე გარემოცვა და შემთხვევითი არ არის მისი სისულელეების ასეთი ტირაჟირება. მაგრამ ეს მისი პრობლემაა, ჩვენი არა. ქალბატონო, ჩვენ კრებასთან დაკავშირებით ალბათ კიდევ გვექნება შეკითხვები. მანამდე გვინდა თქვენი შეფასება მოვიცმინოთ პერევის საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ გარკვეული წვლილი მიგიწვით იმაში, რომ რუსებმა გაიყვანეს ჯარი პერევიდან. კონკრეტულად რა დამსახურებაზე საუბრობთ? თქვენი წვლილი ამ მთელ ამბავში? მე არ მისაუბრია დამსახურებაზე, მე ვთქვი, რომ მე საქმის კურსში ვიყავი ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ჩემმა ჩასვლამაც და საუბრებმაც გარკვეულწილად პოზიტივი შეიტანეს ამ გადაწყვეტილებაში. თქვენ ალბათ გახსოვთ, როდესაც მე პირველი ჩემი ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი მოსკოვიდან, მე მაშინ გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ველოდები, რომ იქნება მეთქი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვუსწრებ მეთქი მოვლენებს წინ და არ ვაპირებ, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო. ჩვენი საუბრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრთან ნამდვილად იყო მაშინ საუბარი პერევთან დაკავშირებით და მათ შორის იყო ჩემი თხოვნაც იმასთან დაკავშირებით, რომ აი როგორც მინიმუმ პირველ ეტაპზე გაყვანილი ყოფილიყო პერევიდან ჯარი და მე მაშინ დავინახე მზაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაში და ითქვა, რომ ისინი აქტიურად ფიქრობენ ამ მიმართულებით და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში პერევიდან კვლავ გაიყვანენ ჯარს. მე შეგახსენებთ, რომ ერთხელ რუსეთმა პერევიდან ჯარი გაიყვანა საქართველოს პატრიარქის თხოვნით, მაგრამ სააკაშვილის წყალობით ეს ჯარი პრაქტიკულად 2 საათში უკან დაბრუნდა, მაგრამ მთავარ წინაღობად მაშინ რაიმე პოზიტიური ნაბიჯის გადადგმისა იგივე ბატონი ლავროვი და მისი უწყება ხედავდა ჩვენი ხელისუფლების თავაშვებულ კამპანიაში, რომ ისინი მუდმივად ნებისმიერ კეთილ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან აპიარებენ როგორც უკან დახევას, როგორც შეშინებას და ითქვა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ არა ასეთი რიტორიკა ისინი მზად არიან გაცილებით უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებაში, მაგრამ ეს რიტორიკა არის ერთ-ერთი ის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალიზაციას ან რუსეთის მხრიდან რაიმე კეთილი ნაბიჯის გადადგმას და პირდაპირ ითქვა, რომ სერიოზული ნაბიჯები რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ამ ხელისუფლების ხელში გადადგმული არ იქნება. მე ვთვლი, რომ ეს ნაბიჯი პერევიდან გაყვანის ნებისმიერ შემთხვევაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თქვენ იცით, რომ ჩვენი მოძრაობა, დემოკრატიული მოძრაობა ამ ნაბიჯს გამოეხმაურა და ჩვენ განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად ჩავწერეთ, რომ ბუნებრივია ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნაბიჯები ამ მიმართულებით როგორც კონფლიქტის ზონაში, ასევე ვთქვათ, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში უნდა გაგრძელდეს, უბრალოდ ჩვენ ვირხედავთ ამის რეალურ შესაძლებლობას, ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში.